მოგესალმებით, დღეს გადავიღებთ EAFC-ს, მაგრამ დღეს გვექნება pack opening-ი და მოკლედ მესამე დივიზიონის reward-ები ავიღეთ და 60,000 coins-ი, 400 ცალი token-ი და 1 ცალი player pick. 95 პლუსი, ნახოთ აბა რას დააგდებს. ეგრევე გავხსენით და მოდი რუსოს ავიღებ, SBC-ით გამოდგება. მოდი ერთი ეს გავხსნათ და დანარჩენი აი ეს მივაყაროთ. წავიდა აბა პირველი პაკი. რა მოვა. ოპა, თავარია კაცია და ქალია რა. მექსიკელი CDM-ი ძალიან ცუდი. აზრზე არა ვარს ვინ არის. ალვარესი და მეორე ვინ? ნუ ნაგავი პაკი რა, არ უნდა გამიხსნა. რენდალი და ალვარესი. და ეს ყავდა ისედაც ფერგიუსონი. მაკტომინეი მაინც ყოფილიყო შოტლანდიელი სერიაიდან. შეეძლო ნაპოლიდან დაიგდო. მაგრამ მგონი მაკტომინეი არ არის სამივენც. კაი, შემდეგი 150 ტოკენი გვაქვს. და გავხსნათ აი ეს პაკი ტრეიდებლი რომელიც იყო. აბა ვნახოთ რა იქნება. გთხოვ რა რამე კაი რო გაიყიდოს, არა. საერთოდ გოლდი დააგდო ბრუნო ფერნანდესში და player pick-ი გვაქვს ბლომად. დავიწყოთ აბა, ეგრევე გავხსნი ყველას. ეგრევე ლევანდოვსკი ავიღოთ დუპლიკატი, მაგრამ გამოდგება SBC-ისთვის. მოდი ამას ავიღებ, კრიმალდურად გამყავს. ჯერჯერობით არაფერს არ აგდებს საერთოდ. ბრუნო ფერნანდესში. ესეც დუპლიკატი. შემდეგი player pick-ი. ტერ შტეგენი. გთხოვ რა რამე ისეთი. მგონი მორჩა არა, კიდე ორი ცალი პიკი დაგვრჩა. გთხოვ. ოსიმენი. და ბოლო. მოდი ეს თითო-თითოდ გავხსნათ. ბოლოდან დავიწყოთ. კიდევ რამე გავარდის. კატეგორი არა. ესენი ყველა იყიდება, ამა დავაქვიქსელებ. არ მჭირდება არაფერში. ალბათ გაყიდვა ცალკე მეზარება. ამიტომ ეგრევე quickseli რა. ესენი SBC-ში გამოდგება 5900 coin-ი ვიშოვეთ. და მგონი SBC-ში შემიძლია ამ ტოკენების შოვნა swap-ის გაკეთებით. ნახოთ აბა. swaps 10 ცალი ტოკენი, 10 ცალი, 10, 15, 30, 50, 60, 75. სხვა პაკები რა გვაქვს? იქნებ ჯობია ამის გაკეთებას რამე? სხვა? გონი არა. არაფერი ნორმალური არ არის. ამიტომ მოდი ამ swap-ებს გავაკეთებ. და დაგიბრუნდებით მე. ვაგრძელებთ პაკების გახსნას. ძალიან ბევრი პაკია ვაწყე player pick-ებიც და ჩაულებრივი პაკებიც და იმედია რამეს დააგდებს. მოდი ჯერ player pick-ებით დავიწყოთ და მერე უკვე გადავიდეთ პაკებზე. ყველაზე ცუდით დავიწყოთ ჯერ და მოდი იყოს რომელი იყოს აი ეს 83 პლუსი შეიძლება აქ ნეიმარიც დააგდოს 83-იანი და მერე მაგას ძალიან გიჟიევო უყენდება. იმედია დააგდებს. შემთხვევით ეს პაკი გავხსენი 10-დან 4 უნდა ავირჩიოთ. იყოს პავარი, ფერან ტორესი, გორდონი და 83-იანი მერინო. შემდეგი, ისევ შემეშალა და encore icon პიკი იხსნება ახლა. ლეგენდები ვარდება, იმედია რამე კარგს დააგდებს. გთხოვ რა. ლარსონი, ლინეკერი, მარსელო რომელიც გვყავს და ბოლოს ებილი, არ ვიცი, აი რა, არ გაგვიმართლა ამაში, არა უშავს. ისევ შევატრიალებთ SBC-ში. შემდეგი, ამათ ჯერ არ გავხსნი. იყოს ისევ ეს 83 პლუსი player pick. გვარდიოლი, ლენორმანდი და დიდი არაფერი. ავიღოთ გვარდიოლი. ისევ იგივე player pick-ი გავხსნათ. ონტავსკი ბოთ. დეზირე დუე
95-იანი არა უშავს. ისევ იგივე player pick-ი გახსნით. გთხოვ რა FIFA. ნეიმარი საღო. აი ძალიან გაასწორა ახლა ნეიმარმა რა 5-5-ზე აქვს სტატები. მაგნიტი აქვს, player style-ი. არა, აი ნეიმარმა ძალიან გაასწორა. თან არც იშოვება მარკეტზე. ძალიან გაასწორა რა მოკლედ. კაია. აბილი თუ ვიღაცაზე მეტად ნეიმარი გამიხარდა, იასნია. კაი, შემდეგი პაკი ახალი პრომოდან არის ეს და გავხსნათ De Bruyne მინდა ძალიან აქედან რო დავაგდოს. გთხოვ, არა. პასალიჩი. ავიღოთ. არ გაგვიმართლა ამაში და აქ ეს ძალიან მაგარი player pick-ია. UEFA winners. გთხოვ რა, გთხოვ. სტილერი, კაი რა. კაი, player pick-ებიდან სულ ეს იყო რა, ეს ბანძია, არ ვიცი, 200.000 კი ღირს, მაგრამ რა სტატებზეა ეგეთი. ტიკიტაკა, პინგ პასი და ono დიდი არაფერი, 5 აქვს 5. შეიძლება მის გამოყენებას ამენას. მაგრამ ამას მაინც არ გამოვიყენებ. კაი, გადავიდეთ პაკებზე და გვაქვს ესეთი პაკები 10x 95 გვაქვს ერთი ცალი. ეს ბანძი, ესეც ბანძი და ეს ორი ცალი პაკი გვაქვს. გავხსნათ პრემიუმ გოლდ პაკი. აქედან დიდს არაფერს არ ველოდები. არა, საერთოდ არ გვიმართლებს რა, ნეიმარი კი გამიხარდა, მაგრამ 83-იანი ფეხბურთელი რო გაგიხარდება. თან უკვე თამაშის ბოლოა და მაშინ რა ვიცი. დიდად არ გაგვიმართლებია პაკ ოპენინგზე. კაი, 10x 85. გოლდს აგდებს უეჭველი და თან ქალს. კაი რა. ნაგავი პაკი. არაფერი არ დააგდო. ეს ვისი შევაბრუნებთ ამათ ყველას და 5x 87 აქ მაინც რამე რა, ისევ გოლდი. კაი რა. ბელინგემი კი მიხი, ნუ 90-იანი მაინც კაია. არა უშავს. შემდეგი პაკი. ისევ იგივე ბოლო და ვნახოთ ისევ გოლდი. კაი რა. ტახი ოდეგორი, მაკალისტერი, კატო. ბერგიც დავაგდეთ. არაფრად არ გვინდა ესე. ეხლა ნახავ კიდევ ერთხელ თუ რამის აწყობა შემიძლია და დაგიბრუნებით ერთი წამით, პარემესაც შევამოწმოთ. აქ რა შემიძლია. მოდი ეს 5 ცალი პაკი გავხსნათ. 10x 91 პლუსი. 99-იანია, ცუდი არ არის. მიდი აბა. შენი იმედი მაქვს. და ჟევოლკაუთიც არა და მგონი ბრონზია ეს. გთხოვ გაისრლე, არა, ისე ვოლკაუთის გარეშე და ეს ალბათ მაგდომინეია, კი. არაფერი ისეთი აქვს და მგონი ორი დაგვრჩა თუ ერთი. უეჭველი გაისრეს ახლა, დროა, მიდი. არა, გოლდი ისე. პრომოდანაც არ აგდებს არაფერს, ვიტინია, კაი რა, დროს ვიტინია. ეს რო თამაშის და საწყისში დაიგდო, ძალიან გაასწორებდა, მაგრამ ეხლა უკვე აღარ გამოდგება არაფერში, ფოდერია ჩვეულებრივი. და ბოლო პაკი ვოლკაუთის გარეშე. ახლა დუპლიკატებშიც ვოლკაუთი არ არის. გორდონი მე-7 დავაგდე უკვე. კაი. ეხლა რაღაცა პაკებს ავაწყო და დაგიბრუნდებით ისევ. დავბრუნდით, ოღონდ დიდი ვერაფერი რა, ერთი ცალი პაკი ავაწყე და დღეისთვის ამითი დასრულდება პაკ ოპენინგი და მერე უკვე გადავალთ Division Rivals-ის თამაშზე. თან ახლა ნეიმარის ევოსაც შევამოწმებთ, აბა რა აქვს. რამდენი ემატება. და ნეიმარის გავტესტოთ რა. და ახლა გავხსნათ Icon Pack-ი არის ეს 91 პლუს Encore Icon Player Pack. გთხოვ. შენ მაინც, აუ, ქალი დააგდო, რაღა ქალი. პრინცი, ამას მაინც არ ვათამაშებ, რაც არ უნდა მაგარი იყოს. კიდია. ვაგრძელებთ ვიდეოს, ოღონდ ვიდეოს გარეთ ვითამაშე Weekend League და არაფერი არ დააგდო თითქმის. 9 ხელი მოვიგე. და ერთადერთი რაც კარგი იყო, მგონი დააგდო მეკარი, ხო?
ემილიანო მარტინესი დავაგდეთ და არ ვიცი ამას კარში ჩავაყენებ თუ არა და საერთოდ გამოვიყენებ თუ არა. მაგრამ სტატებით ნოიერს კი ჯობია. და ყველაზე მთავარი ნეიმარი მოვხოდე ძალიან 93-მდე ავიყვანე ევოებით და აი ხედავთ 5-5-ზე დრიბლინგი აქვს უსასწაულესი და ერთადერთი რაც უჭირს არის სტამინა რა. დანარჩენი ძალიან ხოძია. შემდეგი ვიდეო უკვე იქნება დივიზიონები და ნეიმარსაც განახებთ როგორი არის. ეხლა წავედი და შემდეგ ვიდეომდე.